მოკლედ ამ ვიდეოში განვიხილავთ SCADA ლაბორატორიული სტენდის ერთ-ერთ მოდულს SM4-ს და ეს იქნება პირველი ვიდეო SM4 მოდულზე. ესე გამოიყურება ვიზუალურად SM4. უნახავთ აი ამ ბირკას. აქ აწერია ესეთი რაღაც. მუდმივ დენზეც მუშაობს და ცვლად დენზეც. აი ამ ძაბვის დიაპაზონში. კვება აი აქ ეს ძაბვა ერთდება აი აქ 11, 11, 12 პინებზე. მე-13, მე-14, მე-15 არაფერში გამოიყენება. ასე იგი მე-16, მე-17 და მე-18 არის RS485 ინტერფეისისთვის. ამ მოდულს ასევე აქვს RS222 ინტერფეისი. აქ თუ დავაკვირდებით 1, 2, 3, 4 რელეური გამოსასვლელია. აუთპუტი 1, მეორე მე-3 პინზე, აუთპუტი 2, მე-4, მე-5-ზე, აუთპუტი 3, მე-6, მე-7-ზე და შესაბამისად მე-4 რელე მე-8 და მე-9-ზე. მე-10 პინი არის, ასე იგი, გამომავალი 5 ვოლტი, მუდმივი დენი, აი ეგ წერია და ამ 5 ვოლტის გრაუნდი აგერ არის მეორე მხარეს არის, პირველი არის ეს გრაუნდი. მოკლედ აი ამ გამოსასვლელზე შეგვიძლია რაიმე მოწყობილობა დავაერთოთ. მაგალითად 5 ვოლტიანი კულერი ან რაიმე ნათურები წინაღობ. სანამ უშუალოდ მოდულთან მუშაობაზე გადავალთ, ჩავიხედოთ მის ეგრეთ წოდებულ მანუალში. აგერ შევედით ლუმელის ოფიციალურ საიტზე და ჩვენ გვჭირდება SM4 მოდულის მიმოხილვა. მოვძებნით ძებნაში SM4 მოდული, enter. აგერ ჩვენი SM4 მოდული გავხსნათ, შევიდეთ. ვიზუალურად ესე გამოიყურება, აგერ აქ ნომრები ზემოდან აწერია და ქვემოთაც აწერია. RS222 ინტერფეისი აგერ აქვს. LED ნათურები აქვს, როგორც ხედავთ, რელეებისთვის, აი 4 რელე თუ აქვს პირობითად. ეს ნათურები აინთება პირველი რელეს ჩართვისას, მეორე და ასე შემდეგ. პირველი რასაც ვნახულობთ, დოკუმენტაციაში შევდივართ და აქ არის ორი ვარიანტი, ესე იგი დატაშიტი და სერვის მანუალი. გავხსნათ დატაშიტი. აქ კითხულობს, რომ ამ მოდულის დანიშნულება დაშორებული მართვა სხვადასხვა სისტემებში. აი აქ კითხულობთ, რომ ეს მოდული არის შეიძლება იყოს 4 რელეური გამოსასვლელით ან 8 ტრანზისტორული გამოსასვლელით. ასევე გააჩნია 485 ინტერფეისი, RS485 Modbus პროტოკოლით. შემდეგ აი ეს ნიშნავს იმას, რომ ესე იგი მისი დამონტაჟება შესაძლებელია ესეც სპეციალურ სამაგრზე, აი ფოტოზეც ჩანს უკან სამაგრი, რკინა, აი რკინის ესე ვთქვათ ზომაა ეს. დაგწერია, რომ გალმანურად გამხოლოებულია ეს რელეები, ეს იმას ნიშნავს, რომ მოწყობილობა, რომელიც რელეზე მაქვს დაერთებული, დაზიანდა ან მოკლე ჩართვა მოხდა, ეს არ დააზიანებს თვითონ ამ მოწყობილობას. ნუ დაცულობის თვალსაზრისით კარგია. აი ამ მოწყობილობის კონფიგურაცია შეგვიძლია ესეთი პროგრამა lp-config, რომელიც არის უფასო. ეს არის ნუ მარტივი სქემა, სად შეიძლება იყოს გამოყენებული ჩვენი SM4 მოდული, აგერ არის SM4 მოდული. აქ წერია, რომ 4 რელეური აუთპუტით არის ან 8 ტრანზისტორული აუთპუტით. 485-ზე რა პროტოკოლები გამოიყენება, რა რეჟიმებში მუშაობს 8N2, 8N1 და ასე შემდეგ და რა გადაცემის სიჩქარეები აქვს. მუშაობს როგორც Modbus ASCII, ასევე Modbus RTU რეჟიმებში. რელეური გამოსასვლელები რა მახასიათებლებით არის, აი ეგ წერია, ეს მნიშვნელოვანია. ესე იგი შეუძლია 5 ამპერი 250 ვოლტზე, ოღონდ ეს უნდა იყოს ცვლადი დენი და 5 ამპერი 150 ვოლტზე უკვე მუდმივი დენის შემთხვევაში. შესაბამისად, აქედან გამომდინარე დაანგარიშებულია, რომ ეს რელეები რა დატვირთვას გაუძლებს. თუ ჩვენს მოწყობილობას ექნება ტრანზისტორული გამოსასვლელები, 0.1 ამპერით, ანუ 100 მილიამპერით შეიძლება დავტვირთო ეს გამოსასვლელი, თუ ანუ ორ გამოსასვლელზე მაქვს რაღაცა მიერთებული. და თუ ყველა გამოსასვლელი დაკავებული მაქვს, ესე იგი 0.05 ამპერია, ესე იგი 50 მილიამპერი იქნება მაშინ ამისი დატვირთვა. ას კვება აგერ აქაც წერია, ესე იგი ჩვენი აი ეს ვარიანტია 85-253 ვოლტი, ცვლადი და მუდმივი დენი და ასევე არსებობს მეორე ვარიანტი 20-დან 50 ვოლტამდე კვება, რომელშიც გამოიყენება. ტემპერატურები, ტენიანობები რამდენი უნდა იყოს, მაგნიტური ველის ზემოქმედება რამდენზე ნაკლები უნდა იყოს, არ დაზიანდეს ეს ჩვენი მოწყობილობა. მოკლედ აი ესეთი ბევრი წვრილმანი წერია აქვს. კვება რამდენი შემიძლია მივაწოდო მაქსიმუმ და თვითონ შიგნით აპარატურა ამ მოწყობილობაში რაც მუშაობს, რამდენ ვოლტზე მუშაობს, ეს წერია აქვს. აი ეს არის პირველი ვარიანტი არის აქ 4 რელეური
გამოსასვლელი თუ არის ამ შემთხვევაში ტრანზისტორული გამოსასვლელით, როგორ არის ეს პინები დანომრული ესენია აქ. აქ ახლა უკვე მოცემულია, შეკვეთისას რა უნდა გავითვალისწინოთ. ესეთი კოდი მოყვება შეკვეთისას და თითოეული ციფრი რაღაცას ნიშნავს. მაგალითად, პირველში თუ ერთიანი წერია, აი ამ ძაბვებზეა ეს ჩვენი მოწყობილობა, თუ ორიანი წერია, აი ამ ძაბვებზეა. ესე იგი, ყვება განსხვავდება. გავხსნათ სერვის მანუალი. სერვის მანუალში რა გვაქვს ნახოთ? ჩამოვსკროლოთ. ეს ყველაფერი რაც იქ იყო მოცემული, ესე ვთქვათ, data sheet-ში, ეგ ყველაფერი არის აქ უფრო ტექსტურად და დეტალურად გავლილი. დამატებით ბევრი რაღაცაც არის აქ. საინტერესო რაც არის, გავარკვიეთ, რომ ესე იგი რელევური გამოსასვლელები რა დატვირთვაზე მუშაობს, მაგრამ ჩვენ სქემაში ვნახეთ, რომ ამას ჰქონდა აი მეათე პინზე 5 ვოლტიანი გამოსასვლელი. აი აქ მაგრამ იქ არ ეწერა რა დატვირთვა შეგვიძლია, რამდენ ამპერიანია აი ეს გამოსასვლელი, რამდენ ვატიანი მოწყობილობა შემიძლია დავაერთო, მარტივად რო ვთქვათ. სქემებია ნაჩვენები, როგორ უნდა დავაკავშიროთ კომპიუტერთან, რა ვარიანტები გვაქვს. აქ საუბარია ტრანზისტორულ და რელევურ გამოსასვლელებზე და აქ წერია ეგეთი რაღაცა. თუ SM4-ს, რომელსაც აქვს 4 რელეო და აქვს ასევე 5 ვოლტიანი გამოსასვლელი, ამ 5 ვოლტიანი გამოსასვლელის დატვირთვა არის მაქსიმუმ 50 მილიამპერი. თვითონ მოდებას კომუნიკაციის პარამეტრები, ესე იგი მოწყობილობის მისამართი შეიძლება იყოს 1-დან 257-მდე, გადაცემის სიჩქარეები, გადაცემის მეთოდი, რეჟიმი და აქ არის კიდე მაქსიმუმ response time, ანუ ლოდინის დრო, რამდენი შეიძლება იყოს პასუხის მიღებაზე. თუ ჩვენო გამოვიყენებთ RS232 ინტერფეისს, აქ ზემოთ საუბარი იყო 485-ზე. ამას აქვს ეგრეთ წოდებული ქარხნული მისამართი, რომელიც არ იცვლება. ეს არის სტანდარტულად 9600 სიჩქარე, გადაცემის მეთოდი RTU8-1 და მისამართი 1. ეს რა შემთხვევაში გვჭირდება, თუ მაგალითად აღარ გვახსოვს RS485 ინტერფეისზე რა პარამეტრები შევარჩიეთ, ამის სანახავად და შესამოწმებლად შეგვიძლია აქედან შევიდეთ და მერე დავაყენოთ რაღაცა ჩვენთვის სასურველ პარამეტრებზე მოწყობილობის აი ეს 485 ინტერფეისი. ხო, აი აქ გვიწერია კიდევ, რომ RS485 ინტერფეისის გამოყენებისას მნიშვნელოვანია, რომ Excel-ში ჩართულ მოწყობილობებს უნდა გქონდეთ სხვადასხვა მისამართი. აქ ასევე ნათქვამია, რომ მოწყობილობებს ერთნაირი გადაცემის სიჩქარე უნდა გქონდეს და ასევე ნათქვამია, რომ მონაცემის, ასე ვთქვათ, გადასაცემად 0-ს ჩავწერ მისამართში, ეს იქნება როგორც ფართო სამაუწყებლო გადაცემა. ანუ ამ 0 მისამართით გაგზავნილი ბრძანება მიუვა ყველა მოწყობილობას, რომელიც ამ ქსელშია ჩართული. Datasheet-ში ეწერა ესეთი რაღაცა, რომ გამოიყენეთ აი lp-config-io, ესეთი პროგრამაო, და დავაკოპირებ აი ამ სახელს და მოვძებნით, თუ გვაქვს ესეთი პროგრამა ამ ჩამონათვალში ძებნა. აბატონო, ეს პროგრამა lp-config software. კაი, მოდით ჩამოვქაჩოთ save as და შევინახოთ desktop-ს საინსტალაციო. ეს ჩამოვქაჩეთ, ახლა დავაინსტალიროთ. თავიდან next მოვნიშნოთ install. აინსტალირდა და გავუშვით. ესე გამოიყურება ვიზუალურად ინტერფეისი. აქ არის option ესეთი ჩანართი, სადაც უნდა ავირჩიოთ ვირტუალური კომპორტის მისამართი, გადაცემის სიჩქარე, ლოდინის დრო, ტაიმაუტი, გადაცემის მეთოდი და მოწყობილობის მისამართი. ახლა შევხედოთ SCADA ლაბორატორიული სტენდის სქემას და ვნახოთ SM4 მოდული როგორ არის დაერთებული ამ სქემაში. ეს გახლავთ SM4 მოდული. ზედა მხრიდან როგორც ხედავთ 220 ვოლტი არის შეერთებული. ასევე შეერთებულია RS485 ინტერფეისი, რომელიც მიმდევრობით დანარჩენ სამ მოწყობილობაზეა მიერთებული. და ბოლოს უკვე ეს ინტერფეისი უკავშირდება PD10 ადაპტერს, რომელიც წარმოადგენს RS485-დან USB-ზე გადამყვანს. ეს იმისთვის, რომ ჩვენ შევძლოთ თანამედროვე კომპიუტერს დაუკავშიროთ ეს მოწყობილობები, რადგან თანამედროვე პერსონალურ კომპიუტერს არ გააჩნია პირდაპირ ესეთი საწარმოო RS485 ინტერფეისი.
შესაბამისად ამ S4 მოდულზე, როგორც სქემაზე ხედავთ, დაერთებულია Excel-ში კულერი პირველ რელეზე და DENS თუ დააკვირდებით 5 ვოლტიანი კულერის შესათავად აღებულია ესეთი მოდულიდან SM5. შემდეგ აქ ვთქვით, რომ მეორე, მესამე პინი პირველი რელეა, მეოთხე, მეხუთე, მეორე რელე და ასე შემდეგ. ესე იგი, პირველ რელეზე წითელი და იასამნისფერი კაბელით დაერთებულია კულერი, ეს დაპარალელებულია ეს იასამნისფერი კაბელი SM5 მოდულზე. ამას შემდეგ გავიგებთ. შემდეგ მეორე წითელი და ყვითელი კაბელითან შეერთებულია ეს პირველი LED, L1 ნათურა. მესამე რელესთან დაკავშირებულია L2 ნათურა, ხოლო მეოთხე რელესთან, ბოლო რელესთან დაკავშირებულია ეს ბოლო ნათურა L3. ანუ 4 რელე გვაქვს და ეს რელეები რთავს კულერს, რთავს L1 LED-ს, L2 LED-ს და L3 LED-ს. როგორც კულერის შემთხვევაში, ასევე აი L3 LED-ის შემთხვევაში ერთი წვერი დაპარალელებულია SM5 მოდულზე. თქმა უნდა, მინუსები, ანუ გრაუნდები გაერთიანებულია და მიდის SM5-ის გრაუნდში. ახლა განვიხილოთ სტენდი, როგორ გამოიყურება და როგორ მუშაობს ეს მოდული უშუალოდ სტენდზე. ეს მოწყობილობა ჩვენს SCADA სტენდზე დაკავშირებულია ესეთ მოდულთან, რომელსაც ქვია PD10 და USB კაბელით მიერთებულია კომპიუტერთან. USB კაბელი. მოდი ჩავართოთ ეს მოწყობილობა. შევამოწმოთ კომპიუტერის device manager-ში რომელ კომპორტის ნომერზე განთავსდა ეს ჩვენი მოწყობილობა. ეგრეთ წოდებული PD10, COM7. იმ შემთხვევაში თუ ეს არ ჩანს აქ, აი ეს ჩანაწერი, ესე იგი და რაიმე ძახილის ნიშანი აქვს, ესე იგი დრაივერი არ არის დაინსტალირებული. დრაივერის მოსაძებნად შევდივართ ოფიციალურ საიტზე და ვწერთ აქ თვითონ აი ადაპტერის სახელს PD10. ენტერი. აგერ არის ეს ჩვენი მოწყობილობა PD10, შევდივართ და აქ ნახულობთ software and drivers და აქ არის დრაივერები Windows 8-ისთვის და Windows 7-ისთვის და XP-ისთვის და ასე შემდეგ. ამ დრაივერს ჩამოვკაჩავთ, თუ გავხსნით და მოვაარქივებთ. ნახავთ, რომ ამ დრაივერში არ არის ესე ეგრეთ წოდებული გამშვები ფაილი. აი აქ თუ დავაკვირდებით, არ არის რაიმე exe ფაილი. ანუ ამ შემთხვევაში მჭირდება მე ხელით ინსტალაცია ამის. ხელით ინსტალაცია გულისხმობს შემდეგ პროცედურებს, აი ამ monishnulls თუ დრაივერი არ დგას, ვაწვევით მარჯვენა ღილაკს და update driver. შემდეგ browse my computer და შემდეგ კიდევ აი ამ ქვემოთ მოცემულ ჩანართს უნდა დავაჭიროთ. ამის შემდეგ ვაწვევით აი ამ ღილაკს save disk, შემდეგ browse და უკვე მოძებნით მაგალითად desktop-ზე სადაც ჩამოვკაჩეთ. აი ეს არის ეს პატივცემული, რაც უნდა მოვძებნოთ. შევდივართ შიგნით. ეს ორი ცალი ENF ფაილია, რომელიმე მათგანი მონიშნეთ, არ აქვს მნიშვნელობა. Open. Okay. Next. და close. აი თუ დააკვირდებით, გაჩნდება ესეთი ჩანაწერი PD10. ნუ ეს დრაივერი დაინსტალირდა. უნდა დავიმახსოვროთ რომელ კომზეა შეერთებული, თუ მე მოწყობილობას გამოვაერთებ და სხვა USB პორტში შევაერთებ, შეიძლება იყოს აქ 5, 3, 4 და ასე შემდეგ. ჩვენ შემთხვევაში არის 7. შევდივართ option, ვირჩევთ 7-ს. სიჩქარე 9600 სტანდარტულად დაყენებული გვაქვს ეს. გადაცემის მეთოდი RTO8N2, ასე დაყენებული და ადრესი არის 4 დაყენებული. ჩვენ ესე გადავთვალეთ, რომ პირველი მოწყობილობა არის, რომელსაც მოგვიანებით გავივლი P30P, მე მეორე არის P30U, SM5 და SM4 მოდული. ჩვენ გვჭირდება ახლა SM4 მოდული. ამის ადრესი არის 4. ესე იწყება 1, 2, 3, 4. ეს არის მე-4. ოკეი, აქ ავირჩევთ ეკრანზე შემამის აი ამ კონფიგურაციებს, ვაწვევით აქ OK-ს, შემდეგ შევდივართ device-ებში, SM მოდულები და SM4. აქ რატომღაც პირველ ცდაზე არ უკავშირდება ხოლმე, ესეთ შეცდომას აგდებს. შემდეგ კიდევ უნდა ვცადოთ SM მოდული და SM4. აი უკვე დაკავშირდა, რადგან refresh-ის საშუალებას მაძლევს, აი აქ წერს, რომ data reading OK. ესე იგი დაკავშირებულია. აქ პირველ ეკრანზე ჩანს RS485 ინტერფეისის პარამეტრები. ეს რა კონფიგურაციითაც შემოვედი ესენია აი აქ მოცემული. მე თუ აქ რომელიმე მათგან შევცვლი და apply-ს დავაწვევი, შემდეგ უკვე აი ამ შეცვლით თუ შევცვლი ადრესს მაგალითად 5-ით ან 6-ით და apply-ს დავაწვევი, ხო? შემდეგ უკვე მე ვეღარ შევძლებ ამასთან კომუნიკაციას, აი refresh-ს დავაწვევი, შეცდომა სამოვარდებს.
არასწორი პარამეტრებია უკვე შეყვანილი აქ, რადგან ეს 6 გახდა, მე მქონდა მითითებული 4. ამისათვის უნდა შევიდეთ აქ, ისევ 6 ავირჩიოთ პირობითად. მერე device-ები, SM მოდულები და SM4. ახლა უკვე შევედი. ესე იგი, კომუნიკაციას ვამყარებ უკვე აი აქ. ჩანს. ისევ დაუბრუნოთ თავის საწყისი მისამართი, მოკლედ აი აქ არაფერს არ ვცვლით ხოლმე სტანდარტულად, თუ რაიმე დავალებებში არ გვჭირდება ამის შეცვლა. მოკლედ რო ვთქვათ, apply-ს ვაწვევით, რომ ისევ 4-ზე გადავიყვანოთ. რა თქმა უნდა, ისევ დავკარგავ ახლა კომუნიკაციას, აი ამ მოწყობილობასთან. ამიტომ option-ებიდან დავაყენებ 4-ზე, OK, device, SM მოდული და SM4. ახლა უკვე დაკავშირებული ვარ. ესე იგი, გამოსასვლელებია switch-ებზე, აი აქ ეგრეთ წოდებული output-ები. ჩვენ შემთხვევაში აქ 8 არის მოცემული, ეს გათვლილია SM4 მოდულზე, რომელსაც შეიძლება ქონდეს 8 ტრანზისტორული გამოსასვლელი. ჩვენ რადგან რელეური გამოსასვლელები მაქვს, ამიტომ 4 ცალი იქნება აქტიური. ესე იგი, პირველი ჩვენ შემთხვევაში stand-ზე ჩართავს coolers, აი აქ. მეორე ჩართავს წითელ ნათურას, მერე ირთვება ყვითელი და მერე მწვანე, როგორც მახსოვს. ნახოთ, მოდი ჩავრთოთ პირველი და უნდა დავაჭიროთ apply-ს, რომ ჩაირთოს. ჩაირთო. ახლა ეს კულერი ჩართულია. შემდეგ მეორე ჩავრთოთ, წითელი ნათურა უნდა ჩაირთოს. მესამე ჩავრთოთ, ყვითელი ნათურა და მეოთხე ჩავრთოთ, მწვანე ნათურა. კი ბატონო, გავთიშოთ ესენი და apply. ნუ ყველა გაითიშება ერთდროულად. მეორე არის, ეს მეორე ჩანართი არის save state outputs, ანუ მე თუ აქ რაიმე პოზიციას შევარჩევ, მაგალითად ეს ჩართული, ეს გამორთული, ეს მეოთხეც გამორთული, ხო? და აქ ვეტყვი რომ რაღაცა დროს მივთითე, მაგალითად 2 წამს ან 3 წამს, ხო? შემდეგ უკვე აი აქ მე რაღაცა მოქმედებას რო შევასრულებ, მაგალითად აქ ხო მაქვს ახლა ჩართული პირველი და მესამე. მოდი აქ ჩავრთოთ მეორე და მეოთხე. ანუ რა მოხდება? ეს დრო რო გავა 3 წამი, ესე იგი ეს პირველი და მესამე ჩაირთვება და ეს მეორე და მეოთხე გამოირთვება. ანუ აი ამ დროის გავლის შემდეგ აი ამ მდგომარეობაში დადგება გამოსასვლელები. აქ რაც არ უნდა დავაყენო, გამოსასვლელები 3 წამის შემდეგ დადგება აი ამ მდგომარეობაში. ხო, მე თუ ახლა დავასეივებ აი ამ მდგომარეობაში, ან apply-ს თუ დავაწვევი, მოხდება ეგეთი რაღაცა, რომ 3 წამში ჩაირთვება პირველი და მესამე. ანუ კულერი და ეს ყვითელი ნათურა. მაგრამ თუ გადავალ აი აქ და დავაწვევი apply-ს, ესე იგი ჩაირთვება მეორე და მეოთხე გამოსასვლელი და შემდეგ 3 წამის მერე უკვე გადაირთვება და პირველი და მეორე, მესამე გამოვა. მეორე და მეოთხე გაითიშება. ახლა apply-ს დავაჭიროთ, ნახავთ რომ ეს ორი ჩაირთო, 3 წამის მერე გადაირთვება კულერზე და ყვითელ ნათურას. 0 თუ მიწერია, უკვე ეს რეჟიმი აღარ მუშაობს. აქ თუ 0-ს ჩავწერ, ეს რეჟიმი აღარ მუშაობს. ნუ აქ რასაც დავაყენებ, ის პარამეტრები იმუშავებს. სტატუს რეგისტრებში აი აქ ჩანს ზედა მხარეს, რომელი ჩართულია და რომელი გამორთულია, ვთქვათ, აი ეს სვიჩები, იქ ერთიანები დგება იმ პოზიციებზე. აი აქ თუ დავაკვირდებით refresh, აი აქ ერთიანი დადგა 3 წამი. ესე იგი კულერი და ეს ორი ნათურაა ჩართული. ხო? თუ მოხსნი და დავარეფრეშებ, აქ 0-ები დარჩება ისე. ეს მეორე არის უკვე გადაცემის მეთოდი, ის რაც მაქვს არჩეული. თუ შევცვლი ამ გადაცემის მეთოდს, აი აქ სხვა პარამეტრებს ავირჩევ, აქაც სხვა ორობითი რიცხვი დაიწერება მოკლედ. ეს თვითონ SM4 მოდულზე მოკლე მიმოხილვა არის, აი აქ მოცემული. ესე იგი, მოცემულ მოწყობილობასთან კომუნიკაციისთვის თვითონ აი ამ მოწყობილობის საიტზე software drivers და აქ წერია ესეთი პროგრამა Econe, რომელიც შეგვიძლია ჩამოვხატოთ და გამოიყენოთ ამ მოწყობილობის კონფიგურაციისთვის. აი ეს მეორე პროგრამაა ეს პატივცემული და გავხსნათ ეს პროგრამა. პროგრამა იხსნება ბრაუზერში, დეფოლტად რომელი ინტერნეტ ბრაუზერის გვიყენია, იმ ბრაუზერში გაიხსნა. ძალიან მარტივი ინტერფეისი აქვს, რომელსაც აი აქ არის ეს პარამეტრები, რაც უნდა მივუთითოთ, აი com7, device ID 4, გადაცემის სიჩქარე, მეთოდი და ასე შემდეგ. აქ უკვე მოწყობილობებია ჩამოთვლილი. მოწყობილობების შერჩევა არ გვჭირდება, თუ ამ პარამეტრებს შევარჩევ სწორად და
დავაწვევით connect, ავტომატურად მოძებნის ამ მოწყობილობას, გამოჩნდება ამ მოწყობილობის პარამეტრები. აქ ცითად წერია ესეთი რაღაცა, რომ ASCII mode-ში არ შეუძლიაო დააკონფიგურიროსო ეს მოწყობილობაო ამ თვითონ ამ პროგრამას. ესე იგი, თუ ASCII mode გჭირდება, უნდა გამოვიყენოთ ის მეორე პროგრამა, რასაც ჩვენ ვიყენებთ. ორივე პროგრამა ერთდროულად არ მუშაობს, ამიტომ თუ ერთს ვიყენებ, მეორე აუცილებლად უნდა გავთიშო. ან პირიქით. აქაც თუ შევცვლით რომელიმე აი ამ პარამეტრს, აქედან Type-ს დავაწვევით, შესაბამისად შეიძლება RS485 ინტერფეისის პარამეტრები. მეორე აქ არის სვიჩები output-ი, ეს არის save state-ი, რაც გქონდა, აქ დრო ეთითება, რაც იმ პროგრამაში გქონდა ზუსტად ისეა. და სტატუსი აქ გამორთულია ესენი ამ შემთხვევაში. აი ეს არის აქ ჩანს გადაცემის მეთოდი და სიჩქარე. ცოტა ესე ვთქვათ, ესეთი თავისებური ინტერფეისი. აი მაგალითად რომ ჩავთოთ პირველი და მეორე აქ უნდა ჩამოვშალოთ და ავირჩიოთ ერთიანი. მესამე, მეოთხე, 4 რელი გვაქვს, 4-ვე ჩავთოთ. ამ შემთხვევაში ვაწვევით save relax და ეს ჩაირთვება. ეს 4-ვე სტატუსში თუ გადავალთ, დაველოდებით, აი აქ active დაეწერა აი ამ 4 ცალზე. ანუ ესენი უკვე ჩართულია, მაგას გვიჩვენებს. ხო, გათიშვა თუ დაგვჭირდება, რა თქმა უნდა, ნოლებზე უნდა დავაყენოთ. Saves უნდა დავაჭიროთ. ხო, ანალოგიურად მუშაობს ესეც. თქვათ, დროს მიუთითებ და რაღაცა დროის მერე უკვე აი აქ კონფიგურებული ეს გამოსასვლელები გადაირთვება უკვე აქ კონფიგურებულ გამოსასვლელებზე. ანუ როგორც აქ იქნება აი იმ რეჟიმში დადგება. ხო, თუ მინდა მე კვლავ იმ პროგრამის გამოყენება, ერთი ვარიანტია რომ disconnect-ი გავუკეთო აი ამ მოწყობილობას და მე შევძლებ ესე ვთქვათ გამოყენებას აი ამ LP-Con-ის. თუ უბრალოდ X-ით დავხურავ მაგ ფანჯარას, ხო? აქ შემთხვევაში უნდა შევამოწმო აი აქ და აქედანაც უნდა ამოვთიშო. Quite ინტერფეისი ერთი გვაქვს, შესაბამისად ერთდროულად ორ პროგრამას არ შეუძლია ამ ინტერფეისთან იმუშაოს. იმ შემთხვევაში, როდესაც ჩვენ ვეღარ ვახდენთ კომუნიკაციას SM4 ბლოკთან, უნდა მოვახდინოთ უკვე ამ ბლოკთან შესვლა RS232 ინტერფეისით, რომელიც ჩვენთან დოკუმენტაციაში არის განხილული. ქარხნული პარამეტრები ამ ინტერფეისზე გვაქვს ესეთი სიჩქარე 9600 ბიტი წამი, გადაცემის მეთოდი RTU-Wine1 და ადრესი 1. ამისათვის გამოვიყენებთ ესეთ კაბელს, რომელზეც ერთი მხარე არის USB, ხოლო მეორე მხარე არის RJ11, რომელიც ერთდება პირდაპირ გამოსასვლელზე აი ამ ჩვენი SM4 მოდულის. SM4 მოდულის გამოსასვლელს მე დაუკავშირებ აი ამ RJ11 ჯეკს და მეორე მხარეს შევაერთებ კომპიუტერში. Ვამოწმებ, რა თქმა უნდა, device manager-ს, დაერთ და ეს ჩვენი ადაპტერი, აი ეს არის. ეს რაც გქონდა 485-ისთვის, ეს 232-ისთვის განკუთვნილი ეს ადაპტერია. COM4 არის ამისი ვირტუალური კომპორტის ნომერი. გავხსნით LP-Cons-ში და უკვე ვირჩევთ COM4-ს. 9600 Wine2 აღარ გვაქვს, RTU-Wine1 და ადრესი 1. რადგან RS232 ინტერფეისით მხოლოდ ორი მოწყობილობის ერთმანეთთან დაკავშირება შემიძლია, ამიტომ არ შეუსლის ეს მოწყობილობა ხელს სხვა კომუნიკაციებს. ვირჩევთ ამ პარამეტრებს, ვაწვევით OK relax, device, SM მოდული და SM4 ვიქცევით სტანდარტულად. აი refresh თუ ვაწვევით, კომუნიკაცია მაქვს, როგორც ხედავთ. ხო, თუ რაიმე შეცვლილია ან გადაცემის სიჩქარე, ან ადრესი, ან გადაცემის მეთოდი, გავასწორებთ ამ პარამეტრებს, დავაწვევით apply relax და უკვე მე შემდეგ RS485 ინტერფეისით და შესაბამისი პარამეტრებით შევძლებთ ამ მოწყობილობასთან კომუნიკაციას. იგივენაირად იმართება სხვა ყველაფერი, უბრალოდ ახლა ვიყენებთ სხვა ინტერფეისთან დასაკავშირებლად RS232-ს. შეგვიძლია ეს უბრალოდ გამოვაერთოთ და უკვე ჩვენ შეგვიძლია ესე იგი ნაცადი მეთოდით წინა ვარიანტით COM7 Wine2 ადრესი 4 იმ პარამეტრებზე რაც ჩვენ გვეყენა აი უკვე შეგვიძლია შევიდეთ ამ მოწყობილობაში 485 ინტერფეისით